მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟს თიანეთიდან, სადაც დღეს იმართება გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და სულ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ფინალურ შეხვედრას. მანამ კი გეტყვით, რომ დღეს თიანეთში ეწყობა საჭიდაო არენის გახსნა, რომელსაც აი ამ წუთებში ჩვენ შემოგთავაზებთ. ამრიგად ჩვენ საშუალება გვაქვს თვალი მივადევნოთ გახსნის საზეიმო ცერემონიალს, ხოლო შემდეგ შემოთავაზებთ ფინალურ შეხვედრას. ძირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართულს და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევით დღეს ქართული ჭიდაობის მორიგ-რიგით მე-11 დარბაზი იხსნება. ამჯერად ახალი არენა უმშვენიერეს თიანეთში დაიდებს ბინას. მის გახსნაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა ზაქარია ქუცნაშვილმა. ავაგით ამ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი. დიდი მადლობა, მოგესალმებით თიანელებო, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა თიანეთის ცხოვრებაში. ვატარებთ საქართველოს პირველობას ქართულ ჭიდაობაში და იმედი მაქვს, ეს ჭიდაობა კიდევ გაგვაძლიერებს ქართველებს და კიდევ მოგცემს იმის ისტორიულ ჟინს, რომ ჩვენი სამშობლო სიყვარულით, გონებით და ძალით გავაერთიანოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ძალა იმისათვის, რომ არ დაგვჭირდეს ბრძოლა, ჭირდება გონი იმისათვის, რომ არ დაგვჭირდეს ჩხუბი. ქართული ჭიდაობა თავისი კულტურით, თავისი ფეხზე დგომის კულტურით და მოწინააღმდეგე დამოკიდებულებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ვაჟკაცური ჭიდაობის სახეობა. ამიტომაც ეს დარბაზი, ღია საჭიდაო დარბაზი, დიდი საჩუქარია ჩვენთვის თიანელებისათვის, იმისათვის რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ ქართულ ჭიდაობას, როგორც ჭიდაობებს შორის ყველაზე საინტერესო სანახაობას. გილოცავთ ყველას და წარმატებას უსურვებ ორივე ნაკრებს, გორის ნაკრებს, თიანეთის ნაკრებს ფინალურ ტურნირში გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა სიტყვით გამოვა საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი. ერთმანეთს თიანეთისა და გორის გუნდები. გაგასვამთ ორივე გუნდების შემადგენლობებს. 60 კილოგრამის ზონეთი კატეგორია. ნოდარ ცალუღელაშვილი თიანეთი, პაატამერებაშვილი გორი. ძვირფასო მეგობრებო, მას ასე დაიწყო ფინალური შეხვედრა. ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან გორისა და თიანეთის ნაკრები გუნდები, საუკეთესო ხუთეული, რომლებიც რამდენიმე წუთში გამოავლენენ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებულს. მე იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. მე იმასაც მოგახსენებთ, რომ სულ საქართველოში უნდა გაიხსნას ქართულ ჭიდაობაში სპეციალური არენა. უკვე აშენებულია 17 და აი დღეს, როგორც უკვე თქვენ იხილეთ, გაიხსნა თიანეთში საჭიდაო და პირველივე დღეს აქ გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ ჭიდაობაში. ამ ეტაპზე მონაწილეობდა 7 გუნდი, მათ შორის იყო კახეთიდან ახმეტა, შიდა ქართლიდან გორი, ქარელი, კასპი, ცხეთა თიანეთიდან თიანეთის გუნდი, თბილისისა და ცაგერის ნაკრებები. თუ როგორ წარიმართა შეხვედრები, ამას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ახლა ფინალური შეხვედრებია და ერთმანეთს ფინალში ხვდებიან გორისა და თიანეთის ნაკრები გუნდები. გაიმართება შეხვედრები 60, 70, 80, 90 და
მძიმე წონით კატეგორიაში. თქვენ შინაში არიან ეხლა წითელი საჭიდაოთი ნოდარ ცალუღელაშვილი, ციანეთი და პაატა მერებაშვილი. მე ასევე რეპორტაჟში დახმარებას ვთხოვ საქართველოს ჭიდაობის, უпроსორად ქართულ ჭიდაობაში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს ორგზის ფალავანს ბატონ კობა ბერუაშვილს. გელა ბერუაშვილს. ბატონო გელა, დღევანდელი დღის შესახებ 2 სიტყვით თუ რატო იმართება თიანეთში, რამ განაპირობა ეს და რა შეგიძლიათ აი ამ ახალი არენის შესახებ გითხრათ? მოგესალმებით ყველას. მართლაც კარგი დღეა ქართული ჭიდაობის. მე ყველა თიანეთს მიულოცავ, რომ დღეს აიხსნა მე-11 ღია საჭიდაო არენა. მე აქვე იმასაც ვიტყვი, რომ უკვე 2 ქულა დაიმსახურა ნოდარ ცალუღელაშვილმა, ეს თიანეთის გუნდის წარმომადგენელია, თან ვისაუბროთ და მივხვდეთ ჭიდაობასთან. უკვე 2 თვეში იგებს. დიახ. ცალუღელაშვილი ძალიან სერიოზული და საინტერესო შეხვედრაა. მე იმასაც მოგახსენებთ, რომ ცალუღელაშვილი არის საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ძიუდოში. იგი ჭიდაობა ძიუდოს მისდევს, არის საქართველოს პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში. მან წინასწარ შეხვედრებში, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა წააგო ახმეტელ ვერც მოვასწარე გიორგი მესაბლიშვილთან, შემდეგ მოუგო იუნაშვილს და ახლა წმინდა გამარჯვებით დაამარცხა მისი მეტოქე პაატა მერებაშვილი გორიდან. ასე რომ თიანეთის გუნდი დაწინაურდა. ახლა კი საჭიდაო არენაზე ვიწევთ 70 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფალავნებს. ალექსანდრე ნანიევი თიანეთი. ირაკლი ლომიძე. ეხლა რამდენიმე წუთით სარეკლამო პაუზაზე გავიდეთ და 2 წუთში კლავ დაბრუნდებით. მაშასე ახლა გაიმართება 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შეხვედრა. თქვენ ახლა ხედავთ წინა შეხვედრის გამეორებას, რომელშიც წარმატებას პაატა მერებაშვილმა მიაღწია, მან წმინდად მოიგო. ახლა კი მორიგი შეხვედრა. 70 კილოგრამი წონითი კატეგორია. წითელ ჩოხაში ალექსანდრე ნანიევი თიანეთი. ლურჯი ჩოხი გესმით ირაკლი ლომიძე ადგილობრივი გორი. დიქტორის ხმა ალექსანდრე ნანიევი და ირაკლი ლომიძე. ალექსანდრე ნანიევი წითელი საჭიდაოთი, იგი თიანეთის გუნდის წარმომადგენელია, მისი მეტოქია ირაკლი ლომიძე. ბატონო გელა, თქვენი მიზანი აი ამ გარდა ამ ჭიდაობისა, მე ვიცი რომ ეს ტურნირი წლის დასაწყისიდან უკვე მერამდენია, მე-11 თუ მე-12 ტურნირია თუ არ ვცდები. წლის დასაწყისიდან თუ არ ჩათვლით იმ ზამთარში იანვრიდან დაწყებული, რომელიც ტარდებოდა დარბაზებში, დახურულ დარბაზებში, იმის გარდა არის უკვე მე-15 მე-16 შეგვიძლია ჩატარებული ღია გარენა საჭიდაო არენა საჭიდაო. მაშასე ალექსანდრე ნანიევი, ირაკლი ლომიძე, წითელი საჭიდაოთი კიდე ერთხელ შეგახსენებთ. ალექსანდრე ნანიევია, იგი ჭიდაობს როგორც ჭიდაობა სამბოს, ასევე ძიუდოს, არის საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში, საქართველოს ჩემპიონია ახალგაზრდებში ქართულ ჭიდაობაში და იმასაც მოგახსენებთ, რომ მან წინა შეხვედრები ქარელის გუნდთან გოჩა ვარძელაშვილთან წააგო, ხოლო მეორე შეხვედრა მას არ უჭიდავია. მისი მეტოქი არის ირაკლი ლომიძე, იგი გორიდანაა, არის ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის ძიუდოში და ქართულ ჭიდაობაში მოგებული აქვს ბრინჯაოს მედალი. ირაკლი ლომიძემ საგერის წარმომადგენელს მოუგო ქულობით და ფინალში გაიყვანა თავისი გუნდი. ამრიგად ბატონი გელა ბერუაშვილი, ბატონო გელა, თქვენ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც აგირჩიეს ქართულ ჭიდაობაში ფედერაციის პრეზიდენტად. თქვენი მიზნები? ჩვენი მიზნებია
ჩვენი მიზნებია ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია. უკვე როგორც მოგეხსენებათ, ბატონ ბიძინა ერთი წლის წინ სოქარელის რაიონის სოფელბცაში, როცა დაესწრო ჭიდაობას, იქ გვითხრა და შეგვირდა, რომ ააჩენებდა ღია საჭიდაო არენებს 70 წელს. მართლაც ეს დანაპირები სრულდება, უკვე წელს 27 საჭიდაო არენა გაიხსნება და ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი მიზანია, რომ ყველა სოფელში, ყველა რაიონში შევიდეს ქართული ჭიდაობა. რათა ყველა აქედან იზრდება მოჭიდავი, აქედან იზრდება ძიუდოისტი, აქედან გეთანხმებით. აბსოლუტურად აქედან იზრდება ძიუდოს, სამბოს და ვინაც თავისუფალი ჭიდის მოჭიდავებს ძალიან ეხმარება ქართული ჭიდაობა და ჩვენი მოვალეობა, რომ მათ მოეხმაროთ ამ პერიოდში და ქართულ ჭიდაობაში წეღანას თქვი და გავიმეორებ, ყველა სოფელში შევიდეს, ყველა სოფელში ავაშენოთ ეს, რომ ქართველი ახალგაზრდები პირველ რიგში და დაკავდნენ ქართული ჭიდაობით, სპორტით და არა სხვა რამით, რომელიც აბსოლუტურად გეთანხმებით და არც ერთი ქართველი მოჭიდავე ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი ყველა იყო თავდაპირველი ნაბიჯები გააკეთა ქართულ ჭიდაობაში. იგივე ვახტანგ ბალავაძე, ამური ციმაკურიძე, შოთა ჩოჩაშვილი, ლევან თედიაშვილი, მაგრამ აი აქ უკვე დამთავრდა შეხვედრა, რომელშიც წმინდა გამარჯვება მოიპოვა ალექსანდრე ნანიევმა და ანგარიში გათანაბრდა. ერთით ერთი თემას თუ გავაგრძელებთ, მე ისიც მახსენდება, როდესაც ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა, პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ჩოჩიშვილმა პირად საუბარში მითხრა, რომ მე უამრავი პრიზი მაქვს მოგებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, სანუკვარი და სამახსოვრო არის აი ეს პატარა ვაზა თუ ასე ვიტყვით, რომელიც მან მიიღო ქართულ ჭიდაობაში, როდესაც რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დიდი ჯილდო იყო მისთვის. ახლა მივყვეთ კვლავ შეხვედრას 80 კილოგრამი წონითი კატეგორია. აქ ერთმანეთს ხვდებიან გიორგი ბიჩელაშვილი, თიანეთი და გიორგი პაპუნაშვილი გორი. ორივე სერიოზული მოჭიდავე. რა თქმა უნდა, იმასაც გეტყვით, რომ ბიჩელაშვილი არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ძიუდოში, მას სხვათა შორის მოპოვებულიც აქვს ჩოხიანი ჭიდაობა ყურაში, საერთაშორისო ტურნირიც და მისი მეტოქი არის გიორგი პაპუნაშვილი, ევროპის პრიზიორი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის. აქ ჯერჯერობით ქულას გიორგი ბიჩელაშვილი იგებს. გიორგიმ წინა შეხვედრებში წმინდად მოიგო გიორგი მერებაშვილთან, ახმეტელ გიორგი მერებაშვილთან და მოუგო ზვიად კაპანაძეს ქარელიდან. ამ მოჭიდავემ ორივე შეხვედრა მოიგო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. ნახოთ როგორ წარიმართება ეხლა ეს შეხვედრა. ჯერჯერობით მას მიხავს ანგარიში. დიახ, ბიჩელაშვილი აგებს შეხვედრას. უკაცრავად, დიახ, ბიჩინაშვილი აგებს ამ შეხვედრას. რა შეგიძლია თქვა აქ რა ილეთების ყველა ის ილეთია, რომელიც ჩოხიან და ჩაულებრივ ბერძნულობა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს სჭირდებათ. კი, პირველ რიგში ნახე კისრული, მოგვერდი, ბრუნი, რომელიც ქართულ ჭიდაობას თან ახლავს. ეს ძიუდოსაც, სამბოსაც და თავისუფალსაც ჭირდება. განსაკუთრებით კიდე კლასიკურ ჭიდაობა. მე ისიც მახსენდება ბატონო გელა, რომ საქართველოში ძიუდოს ფუძემდებელი, ერთ-ერთი ფუძემდებელი ბიძინა მაზიაშვილი არ შემიძლია არ მოვიხსენიო, ასევე გურამ პაპიტაშვილი, რომლებმაც საქართველოში ძიუდო ჩამოაყალიბეს, შემოიტანეს
ბიძინა მაზიაშვილი რამდენჯერმე იყო მიწვეული იაპონიაში, რათა იაპონელებს აეთვისებინათ ქართული ჭიდაობის ილეთები და მათაც კარგადაც წაადგათ. კი, რა თქმა უნდა, მე მაგასაც დავუმატებ, რომ აი სამბოს რუსეთის წარმომადგენელი იყო ხარალაპიევი ჩამოსული და საქართველოსდან ქართული ჭიდაობა სამითო იყო ჩამოსული და ერთი 120 ფანდი მაინც აიღო, რომელიც დღეს სამბო ჭიდაობს ქართული ჭიდაობის ილეთები. მაგათმა ერთი-ორი ის დაუმატეს მახრჩობელა და ის მეტი არაფერი რა. მალევე დანარჩენი სულ ქართული ჭიდაობა ძიუდო სამბო. აქ კი დამთავრდა და წმინდა გამარჯვება, სუფთა გამარჯვება წმინდა გამარჯვება მოიპოვა გიორგი პაპუნაშვილმა. ანგარიში 2-1. ანგარიში დაწინაურდა გორის გუნდი. ანგარიში 2-1. მაშასე ახლა უკვე გაიმართება შეხვედრა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორია. შეშდევარენაზე ვიდეო 90 კილოგრამის წონით კატეგორიის ფალონებს. საინტერესო შეხვედრა. იოსებ იარაჯული და იოსებ ჩილინგარაშვილი. წითელი საჭიდაოთი სოსო იარაჯული დიანეთი, მისი მეტოქი არის სოსო ჩილინგარაშვილი. სოსო ჩილინგარაშვილი არის საქართველოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, ხოლო მისი მეტოქე სოსო იარაჯული თიანეთიდან არის საქართველოს პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში. თემა გავაგრძელოთ, ვთქვათ, კი არ ვთქვათ, ეს დამტკიცებულია, რომ ქართული ჭიდაობა ყველა ჭიდაობის დედა. ეს არის რაინდების ორთაბრძოლა. აქ ფეხში შესვლა ხელით არ შეიძლება. მუხზე უკვე დავარდილზე რო არ ვილაპარაკოთ, მუხზე დაცემულზეც კი არ შეიძლება, ასე რომ ყველა ილეთი კეთდება დგომიდან. ასე რომ ეს ნამდვილად რაინდების შეხვედრა არის. აქ ჯერჯერობით ანგარიში არ გახსნილა. ეხლა ყველა შემთხვევაში მოგება ჭირდება თიანეთის გუნდს, რადგან საბოლოო ჯამში ბოლო შეხვედრამ გამოავლინოს გამარჯვებული. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ანგარიშია 2-1, საერთო ანგარიში. გორი იგებს გუნდურ შეხვედრაში თიანეთთან და მიმდინარეობს სოსო იარაჯულისა და იოსებ ჩილინგარაშვილის შეხვედრა. ეს ორივე მოჭიდავე ძალიან გამოცდილია, ძალიან ფრთხილობენ, ჯერჯერობით დაზვერვა მიმდინარეობს და ამიტომაც მე ვხედავ, რომ ამ არც ერთ მეტოქეს ჯერ ქულა არ მოუპოვებია. ძნელი საქმეა ვინ გაუკეთებს ქულას. რაც შეეხება თიანეთს, ბატონო გელა, თიანეთში ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარულია საერთო ჭიდაობა, მათ შორის ქართულიც. ძალიან, ეხლა მე რაც ვატარებ, ამ რაც ჩავერთე ქართულ ჭიდაობაში და რაც ჩართული კი ვიყავი, მაგრამ რაც მოვედი პრეზიდენტად ამირჩიეს, ყველა თიანეთი ძალიან ხშირად ჩამოდის ყველგან. ყველა შეჯიბრში მონაწილეობს და თვითონ აქაც ეს რო არ იყოს, აქ შედეგი არ იქნებოდა, ამიტომ ჩვენ ვატყობთ, რომ თვითონ ხედავთ, რომ თიანეთი მართლაც მომზადებულია ტრადიციული მხარეა ჭიდაობისთვის, ქართული ჭიდაობისთვის და ვატყობთ, ეთყობა კიდევაც, რომ ფინალში არიან და იბრძვიან ჩემპიონობისთვის. ჩემთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ძალიან კარგი სპორტული დარბაზი აშენდა ჩადგამ წყობში. კი, ძალიან კაი ბატონი ზაქარიას დამსახურებაა. და აქ მოხდა ის, რომ სოსო იარაჯულმა წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. ორი გახდა ანგარიში. ანგარიში გაათანაბრა 2-2. აი, თქვენ ეხლა ნახეთ გამეორებაში იარაჯულმა შესანიშნავი ილეთით წმინდა გამარჯვება მოიპოვა, ანგარიში გაათანაბრდა და ახლა ჩვენ კვლავ სარეკლამო ჭრაზე გავდივართ.
მაშასე ჩვენ კვლავ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და თიანეთიდან, სადაც მიმდინარეობს გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, ბოლო დასკვნითი გადამწყვეტი შეხვედრა, სწორედ ეს შეხვედრა გამოავლენს გამარჯვებულს. ძიმეწონითი კატეგორია თიანეთიდან გიორგი კობაიძე და მისი მეტოქია გოგა გელაშვილი გორი. სწორედ ეს არის გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც დაასახელებს დღეს გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებულს. გიორგი კობაიძე გახლავთ თიანეთიდან, ის არის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში. იგი ჭიდაობს როგორც სამბოს, ასევე ძიუდოს. იმასაც გეტყვით, რომ მას პირველ წრეში არ მოუწია ჭიდაობა და მხოლოდ მეორე შეხვედრაში წააგო ახმეტელ ზვიად გოგოჭურთან, ხოლო მისი მეტოქე გოგა გელაშვილი გორიდან არის საქართველოს პრიზიორი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში. გოგამ პირველი შეხვედრა მოუგო ცაგერის წარმომადგენელ გურამ წილუკიძეს და პირველ წრეში იგი ისვენებდა. ასე რომ მისი მოგებით გოგი გელაშვილის მოგებით გორის ნაკრები გავიდა ფინალში. მაშას სულ რამდენიმე წუთი ხდება გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებულის გამოსავლენად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გიორგი კობაიძე წითელი საჭიდაოთი თიანეთი, მისი მეტოქია გოგა გელაშვილი გორი. რა შეგვიძლია ამ მოჭიდავეებზე თქვა, ბატონო? ორივე მართლაც როგორც თქვით, მართლაც საინტერესო და მაგარი მოჭიდავეები არიან. გიგა გელაშვილი სუმოში არის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. წინა შეხვედრაში მოუგო კობიაშვილმა. წინა კვირას ჰქონდა კაკაბეთში. გახსენ ესეთი, სადაც ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა და იქ მოუგო გელაშვილს კობიაშვილმა. ეხლა როგორ დამთავრდება? მე მიდაგით რა წეღა უნდა გქით, რომ აი შოთა ჩოჩოჩიძე, ჩოთამათ და ნებისმიერმა დიდმა სპორტსმენმაც, ოლიმპიური და სოფლიოს თამაშების ჩემპიონმაც და ყველამ ხო? აქედან დაიწყო ყველაფერი ქართული ნახევარი. რომელი ერთი ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ამდენი ოლიმპიური, სოფლიო და ევროპის ჩემპიონები ყავს. ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ჩვენი შედეგების. იგივე ანზორ კიბროწაშვილი, პირველი ევროპის ჩემპიონატი, ანზორ კიკნაძე. ყველამ აბსოლუტურად დაიწყო ქართული ჭიდაობა. აბსოლუტურად. ყველამ მე ძნელად ერთი ქულა გავიხსენებ, არც კი მახსენდება მოჭიდავე, რომელსაც ქართული არ აქვს დაჭიდავე. იგივე შოთა ხაბარელი, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი. იგი გორიდან არის წარმოშობილი, ქარელიდან. მალხაზი ბერუაშვილი. რა თქმა უნდა, თქვენი ძმა ხუთგზის პალავანია, თქვენ ორგზის. რა თქმა უნდა, აი ხო გეუბნები. ლევან თედიაშვილი თავისუფალი სტილის მოჭიდავე. რა თქმა უნდა, ლეგენდები არიან ეს ხალხი. და ესენი ამათმა ყველა ქართული ჭიდაობიდან დაიწყეს მოღვაწეობა და თავიდან საფეხური საძირკველი იყო ქართული ჭიდაობა. ნახეთ. და სწორედ აი ამ ილეთების მეშვეობით მათ მოიგეს ის დაიპყრეს ის უმაღლესი მწვერვალები, რასაც ხია ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. რო არა ქართული ჭიდაობა, ალბათ ეგეთი შედეგი არ ექნებოდა ქართულ სპორტს, ქართულ ჭიდაობას. ჩემი შეხედულებით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე იმასაც ვიტყვი, რომ ისრაელი ამ ხელა ქვეყანა არის და პირველი მსოფლიო ჩემპიონი მან შეიძინა სულ 3 თუ 4 წლის წინ და ისიც საქართველოსდან წასული ციციაშვილია, რომელმაც ასევე ფეხი აიდგა ქართულ ჭიდაობაში. აი სწორედ და მე ვთქვი, რომ ჩვენ ისე ვართ განებივრებულები ამდენი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, რომ ნებისმიერი მესამე ან მეორე ადგილი ჩვენთვის მიუღებელია. ასეც იყო თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი შედეგები სხვა სახეობებმა რო აჩვენონ, რამდენად ბედნიერები ვიქნებით. რა თქმა უნდა. ის იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მეტი მოზღოვებულია დიდი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები და ალბათ ჩვენთვის უფრო მეტ ვიტყობ, უფრო მეტი გვინდა. აღარ გვაინტერესებს მესამე და მეორე ადგილი.
უფრო ჩემპიონები. მე ისიც მახსენდება, როდესაც 2000 წელს ფილარმონიაში საუკუნის სპორტსმენების დასახელება მიმდინარეობდა, 28 მოჭიდავე იდგა სცენაზე და მათი ტიტულებით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა, ნებისმიერი. აქ ჯერჯერობით ლიდერობს გიორგი კობაიძე თიანეთიდან. მაგრამ ეს ქულა მან ახლა აიღო უკაცრავად და გელაშვილს ორქულიანი ქონდა მანამდე აღებული, ასე რომ ერთ-ერთი გელაშვილს. გოგა გელაშვილს მიყავს ეს გელაშვილი დაწინაურდა. დარჩენილია 1 წუთი, ანგარიშია 2-1 წინ გოგა გელაშვილია. რა თქმა უნდა გიორგი კობაიძეს უჭირს ძიმეწონა, მან შეცდომაც კი დაუშვა. ორი ქულა. და ორი ქულა მოიპოვა, ასე რომ ახლა ანგარიშია 4-1. ორი ქულა გელაშვილს. დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი. ძნელია. გიორგი კობაიძეს ალბათ გაუჭირდება. ამ შეხვედრის რა თქმა უნდა მართალია ის ინაურება 80 შეხვედრაში, მაგრამ ძნელია. მისი წონა 92 კილოგრამია, მისი მეტოქის გოგა გელაშვილის 160. ცოტა ძნელია ამ შემთხვევაში. მაგრამ ქართული ჭიდაობა ითვალისწინებს ამას, რომ 90 კილოგრამს წონით კატეგორიაში პლუს ეს ნიშნავს უკვე რამდენი ძიმეწონას. ხო, ძიმეწონას, ასე რომ 91 შენ რო იყო და 190 შენი მეტოქე ეს დაშვებულია. წამებია დარჩენილი და ვნახოთ. გელაშვილს აი თქვენ ახლა ნახეთ ის ორქულიანი ხდება, რომელიც შეიძლება სუფთაც ყოფილიყო, მაგრამ ორქულიანი მიანიჭეს საჯებმა. ყოველ შემთხვევაში მსაჯებმა მიანიჭეს, ისინი უკეთესად ხედავენ ამას. ეთყობა გდების დროს ორივე ბეჯზე არ იყო გდება, შემდეგ გადაიტანა მან, ამიტომაც მსაჯებმა მანამდე ორქულიანი ჩიაფასეს. ასე რომ ანგარიში მაინც 4-1-ია, გელაშვილის სასარგებლოდ 20 წამია დარჩენილი ამ შეხვედრის დარჩენამდე. მე ვფიქრობ, კობაიძეს გაუჭირდება, მას მხოლოდ ეხლა სუფთა გდება ჭირდება, სუფთა. მაგრამ აი დროც ამოიწურა, გამარჯვება მოიპოვა გიგა გელაშვილმა, რომელმაც თავის გუნდს გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მოუპოვა. 3-2 ასე დამთავრდა გუნდური შეხვედრა, მიულოცოთ გორელებს. სიმართლე რომ გითხრათ, სენსაცია არ მომხდარა, ვინაიდან გორის სკოლა ყოველთვის ძლიერი იყო, ყოველთვის. თიანეთი სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ იგი ფინალში გავიდა. იგი ფინალში გავიდა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს გორის გუნდს დაუპირისპირდა და მხოლოდ 1 ქულის სხვაობით წააგო. მე ახლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, ახლა მოხდება გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება, მათ თასი გადაეცემათ, ჩვენ ამისათვის გვაქვს დრო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალში გორის გუნდიდან შეხვედრა მოიგო პაატა მერებაშვილმა, მან დაამარცხა ნოდარ ცალუღელაშვილი, შემდეგ ალექსანდრე ნანიევმა გაათანაბრა ანგარიში, ირაკლი ლომიძეს ზლია. გორის წარმომადგენელმა მესამე შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილმა 80 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოუგო გიორგი ბიჩელაშვილს. დაძაბული გამოდგა ასევე იოსებ ჩილინგარაშვილისა და სოსო იარაჯულის შეხვედრა. იარაჯულმა
შეძლო და ანგარიში გაათანაბრა 2-2 და როგორც თქვენ სულ რამდენიმე წუთის წინ იხილეთ, გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ხოთ მოგზაურობენ საჭიდაო არენის შუაგულში. გიგა გელაშვილმა ქულებით მოუგო გიორგი კომპანიას. მაშასი ანგარიშია 3-2, გამოვლინდა გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული. კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ მონაწილეობდა 7 გუნდი. გუნდები გახდათ ახმეტიდან, გორიდან, ტურნირის ქარელიდან, გამარჯვებულ თიანეთიდან, გორის გუნდის თბილისიდან და ცაგერიდან. თქვენ წინაშე არიან ბატონი ზაკარია კუცნაშვილი. ის ფალავნები გორიდან, რომლებმაც დღეს წარმატებითი ასპარეზეს და გორში ჩემპიონის თასს და მედლებს წაიღებენ. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გელა ბერუაშვილი. დაჯილდოებაზე მიწვეულნი არიან თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი. თასი ჩაიბარა გიგა გელაშვილმა და ჩემპიონის მედალიც მას ჩამოკიდეს. მაშასე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა ასე ვთქვათ მორიგი რეპორტაჟი რაიონებიდან, თიანეთიდან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ რეპორტაჟები ქონდა ვარიანიდან, გურჯაანიდან, ახლა ეს მესამე რეპორტაჟია თიანეთიდან, სადაც დღეს დამთავრდა გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. დავამთავროთ ჩვენი რეპორტაჟით, რომელიც მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი, გესაუბრებოდათ საქართველოს ქართულ ჭიდაობაში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი და ვლადიმერ ნიკოლაიშვილი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.